მოგესალმებით, მეგობრებო. ეს არის გვერდი ბრიყვის დღიურები. და მე ვარ გიგა და მე ვიქნები ამ გვერდზე შინაარსის შემქმნელი. მოგეხსენებათ, არსებობს ესეთი მეცნიერება ბრიყმოლოგია, რომელიც აკვირდება ბრიყთა ცხოვრებას და მიღებულ გამოცდილებას უზიარებს სხვებს. გვერდზე თქვენ მიხილავთ პოლიტიკოსების და არაპოლიტიკოსების, ბიზნესმენების და არაბიზნესმენების, თანამდებობის პირების და არათანამდებობის პირების, პოზიციის თუ ოპოზიციის, ჟურნალისტების თუ ინფო სიგნების და სხვათა შესახებ საინტერესო ინფორმაციას. გამოიწერეთ ეს გვერდი, ძალიან საინტერესო იქნება. მაშასე სიყვარულის საგალგოს ვინც არიცის და ვინც იცის ის დუმს ყველა მაღალი არის, როდესაც არც მოგწონს, არც გაწყობს, არც ხიბლავს, არაფრით და მაინც უგენატრება. სიყვარული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს კულტურის ნაწილია. აი, როდესაც შენ სიყვარული დაგემართა ესე და შემოგეთები საიუხოს. თუ მე გეძებ იმიტომ რომ მე შენია შენი ჯოჯოხეთის დამაბრუნე იქ. თუ მე შენ გეძებ იმიტომ რომ იმედი მაქვს შენი სამოთხის არ მაგიხსო იქ. მე შენ გეძებ იმიტომ რომ მე ნატრებ. მე მიყვარხარ მიუხედავად იმისა გიყვარვარ თუ არა შენ მე. შენი სიყვარული უპირობოა. ის რომ წყალბადს რომ ჟანგბადი შეუყვარდა, ეროტიკ ნიშნავს მიზიდულობა, მიიზვიდა და მივიღეთ წყალი. ეს წყალბადის და ჟანგბადის ქორწინების შედეგი. პასპორტი საიდან მოდის, იცი? როდესაც ადამიანი დედის მუცლიდან გამოდის, ის ხო წყალშია. გამიგე on прибивает в порт. პასი კეთდება პორტზე. მაგრამ არის სპლესკი ესეთი ავარდნები, როდესაც ის ვარდება უკვე პარანოიაში და ხდება თავის ტვინში ორგანულად და ესეთი воспаление мозга. უნდა მართო. რაც შეეხება ამ ვიდეოს, მინდა გითხრათ, რომ არ შემირჩევია შემთხვევით იდეა ობაია და ეს გადაცემა, სადაც ის ეკაკვესიტაძესთან სხვა ადამიანთან ერთად მონაწილეობდა პოდკასტში, რომელიც YouTube-ზე გავრცელდა. ასევე მინდა აღნიშნო, რომ ეს ადამიანი დია ყოლბაია და სხვანი არიან ჩვეულებრივი პროპაგანდის წარმომადგენლები, ან პროპაგანდის ჩვეულებრივი წარმომადგენლები. მე ამას ეტაპობრივად დანარჩენებზე შემოგთავაზებთ. არ ვიცი ეს ადამიანები შეგნებულად აკეთებენ ამას განზრახ თუ უნებლიეთ, ანუ სასარგებლო იდიოტები არიან თუ არა, ყოველ შემთხვევაში გამოჩნდება. და მინდა აღნიშნო რამდენიმე მომენტი, რომელსაც თუ კი უყურებთ იმ გადაცემას ეკაკვესიტაძესთან, რომელიც გადაცემას მთლიანად, მინდა რომ გაამახვილოთ ყურადღება შემდეგ ასპექტებზე. პირველი, როგორ თანხმდებიან ქალბატონი ეკა და დეა ყოლბაია იმის შესახებ, რომ ესე იგი შეძლებული ანუ ფულიანი ფსიქოპატები არიან ნაკლებად სისხლიანები და ნაკლებად საშიშნი. მე როგორ გვეუბნება ჩვენ პროპაგანდა, რომ ჩვენ ყველა ერთნი ვართ, ანუ როგორ უკარგავს პროპაგანდა იდენტობას ადამიანებს და ინდივიდუალიზმს. ამაზე დგას სხვათა შორის ეს პროპაგანდა, მინდა ვიცოდეთ, რასაც ქადაგებს ეს ქალბატონი დია ყოლბაია, რაშიც ეთანხმება ქალბატონი ეკა კვესიტაძე. არ ვიცი ქალბატონი ეკას ეს როგორ გამოსდის, ანუ თან ინტელექტუალური პოზიცია და თან კიდევ აი ესეთი, მოდი დავაკვირდეთ ამას. თუმცა ბრიყთა დღიურებში მაინც მოხდა. ეს სამი ქალბატონისგან
რომელიც მონაწილეობდა ამ გადაცემაში, მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი მისი საუბრიდან და მისი საუბრის შინაარსიდან გამომდინარე აბსოლუტურად წესიერი და პატიოსანი ადამიანი ჩანს, დანარჩენი თუ კი უყურებთ თქვენ გაარკვიეთ. აუცილებლად მინდა აღნიშნო მესამე მომენტი, რომ ნახევარი ეს საუბარი დიაყოლბაი ესე რატომ არის პროპაგანდის წევრი, იმიტომ რომ ნახევარი საუბარი აბსოლუტურად არათემატურია ამ გადაცემასთან დაკავშირებით, ბიოქიმიური მისტერიები და ეს ჰერმეტიზმი, თეურგია და აი ესეთი თემები არის შიზოფრენიის დამთესი და ესეთი ქადაგებები პირდაპირ მნიშვნელობით ემსახურება პროპაგანდის საქმეს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩაო, მომავალ შეხვედრამდე.